ხუთი გენეტიკური მიზეზი, რის გამოც კუნთები ვერ იზრდება. პირველი, კუნთოვანი ბოჭკოს ტიპი. მეორე ტიპის სწრაფად შეკუმშოდი ბოჭკოები უფრო ფეთქებადია, ძლიერი, უკეთ ააქტიურებს ემტორს და უკეთ იზრდება, ანუ უფრო სპრინტერული ვიდრე მარათონული. პირველი ტიპის ნელი კუნთოვანი ბოჭკოები კიდე პირიქით. ბოჭკოს ტიპის ნაწილი გენეტიკაზეა დამოკიდებული, ვარჯიშის მეთოდიკა ამას ცვლის, მაგრამ მთლიანად ვერ შეიცვლება. მეორე, ტესტოსტერონი და რეცეპტორები. თუ ნორმაზე დაბალი არ არის, მაშინ არა ტესტოსტერონის რაოდენობა, არამედ ანდროგენული რეცეპტორების სენსიტიურობა წყვეტს, რამდენად ძლიერად რეაგირებს შენი კუნთის ზრდაზე. ზოგს იგივე ტესტოსტერონის დონეზე ბევრად უკეთ ეზრდება კუნთი. მესამე, IGF-1 და MGF. ეს მაიოკინეზები ვარჯიშისას აქტიურდებიან და აქტიურებენ ზრდას. მეტი რეცეპტორი უდრის უფრო სწრაფ პროგრესს. მეოთხე, ემტორ სენსიტიურობა. ემტორი არის მთავარი მექანიზმი, რომელიც რთავს პროტეინ სინთეზს. ზოგის ემტორი უფრო ძლიერად მუშაობს და ამიტომ უფრო სწრაფად იზრდება. მეხუთე, მიოსტატინი. Belgian Blue არის ხარისჯიში მუტაციურად არააქტიური მიოსტატინით და ამიტომ არის ძალიან დაკუნთული. მიოსტატინი არის პროტეინი, რომელიც აფერხებს კუნთის ზრდას. ვისაც ცოტა აქვს მიოსტატინის დონე, უფრო სწრაფადად დიდი კუნთები ეზრდება. მაღალი მიოსტატინის დონე ამცირებს ზრდის ტემპს მიუხედავად ოპტიმალური ვარჯიშისა და კვებისა. ეს ყველაფერი უფრო გასაგონად და დეტალურად წაიკითხე ქვემოთ აღწერაში.